უპრეცედენტო რაღაც მოხდა Counter Strike 2-ის სტიკერების ისტორიაში. მოკლედ ეს სტიკერები არის ყველაზე იშვიათი სტიკერები, რომელიც ერთ-ერთ ადამიანს ჰქონდა თლიანი კოლექცია, ყველაფერი რაც კაფსულაში, უიშვიათეს $20,000 კაფსულაში ამოდის. Titanhall როგორც იცით $70,000-ზე მეტი თვით. ასევე iBuy Power-ს მსგავსად ჯამში არის $1,000,000 სტიკერებზე ლაპარაკი და ამ ადამიანს გაუტეხეს აკაუნტი. მე ხა ვიდეოს გაჩვენებ, რომლითაც ეს ამბავი გავიგე რა და ასევე ბოლოში ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის, ასე რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი რა. მოკლედ, აი სიგიჟე არის პირველ რიგში subscribe-ი ამ ადამიანს ვუყურებ ხოლმე, დაუჰაკეს აკაუნტი და აშანტაჟებდნენ რომ 1 ბიტკოინი გადაერიცხა რა ამას, თორე თლიან სტიკერებს წაუშლიდა რა ეს ჰაკერი და ნახეთ ბოლოში რა ქნა რა და ნახეთ ბოლოში რა ქნა რომ შეხედეთ მეგობრებო, ჰაკერმა მთელი ეს სტიკერები დააკრო ნაგავს სკინებს, ნეგევს, თავის დეფაულტს კი ვერც კი დაატრეიდებდა თან ააფხიკა. ააფხიკა ისე რომ ანუ ხო იცით სტიკერს რომ დააკრავო სკინს, მერე ის სკინი ფასდება ამ სტიკერის მხოლოდ 10% დღა. 70,000 რომ ღირს სტიკერი, თუ კარგ პოზიციაზე არ აკრავს, მაგალითად AWP-ზე სკოუპზე არ აკრავს, ხო? 10%-ით შეიძლება არ ღირდეს. ასე რომ მით უმეტეს non-tradable სკინებზე ამების დაკრა არის სიბოროტე და აი შენი დედავატირე ვინც ეს გააკეთა რა. გაუტეხეს ამ ადამიანს აკაუნტი, რომელიც წლები ინახავდა და ესეთი თუ არ ვწდები მსოფლიოში მხოლოდ 3 ადამიანი არსებობს, ვისაც მთლიანი full set-ი აქვს შეგროვებული და ნახეთ რა უქნეს, პროსტა ყველაფერი ერთმანეთზე გადააკრეს და აი რა ვიცი სიგიჟე არის რა და ტიროდა და რა ვიცი მთელი ნაგავში გადაეყარა და მოკლედ აი შეხედეთ, აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რა ხდება რა. ამ სკინს ვერ გამოიყენებ, ვერ გაყიდი, ანუ არავის აღარ ჭირდება $0, $1,000,000 იქცა $0. წარმოიგიდგენიათ რა ხდება? ნახე სადაა რა სკინზე. ამ იარაღს ვაფშე არავინ იყენებს Counter-ში, მით უმეტეს სკინს, ხო? ანუ default სკინი არის და არ ეს სტრიმერიც არის შოკში რა, რომ აი რა სიბოროტე არის, აი უბრალოდ რა სიბოროტე არის, ხო? წარმოიდგინე ტიპმა და აი სიტყვები მეც არ მყოფნიდა რა, ძალიან ვინერვიულა. აი ასე გამოიყურებოდა აკაუნტი მას შემდეგ რაც ეს მოხდა, ოღონდ არც trade ban-ი ედო, არც ვაკბანი, არც არაფერი, ასე რომ გაუყინა თვითონ Valve-მ მეგობრებო და დაწერა Twitter-ზე ამ ადამიანმა რომ დამიბრუნეს სკინებიო, ანუ დამიბრუნეს ეს სტიკერებიო, ნახეთ. $198,000 ფასდება Steam-ის ტრეიდებზე, ეს iBuy Power-ი, მაგრამ cash-ად ალბათ $60,000 ღირს. $198,000 ფასდება Titanhall სტიკერი და ეს სტიკერები დაუბრუნეს. წარმოიდგინეთ, სკინებზე დაკრობილი სტიკერები აფხიკა Valve-მ დაუბრუნა ამ ადამიანს, იმიტომ რომ აშკარად დაჰაკვა იყო და აი ძალიან გამიხარდა. ეს არის უდიდესი პრეცედენტი. არ მეგონა რომ არ ადრე ასეთ რაღაცებს ფეხზე იკიდებდა ხოლმე. თუმცა ჩვენ გვახსოვს HFP-ს ინვენტარი, რომელიც ასევე გატეხეს და Dragon Lore-ები, Bayonetta, Crimson Web-ები და სხვადასხვა კარამბიტები, მათ შორის ანუ უვარსკვლავო კარამბიტიც რომ დაუჰაკეს, გაუყიდეს მარკეტებზე, რომ დაუბრუნეს მერე რა. მას შემდეგ ეს უფრო უპრეცედენტო არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ HFP-ს ინსაიდერული საპორტი ყავს და შიგნიდან ხალხი იცნობს და ეხმარებიან და აი ეხა ეს ადამიანი იმასთან მიმართებაში თითქმის არაფერი არ იყო, იმიტომ რომ აი იმედიც არ ქონდა რა და წერს Twitter-ზე რომ რაღაცა ნულიდან გავცოცხლდიო და ძალიან მიხარია. ამ ეტაპზე $900,000 ინვენტარს აჩვენებს
თიმის ფასებით, რომელიც შეიძლება ცოტა უფრო ნაკლები იყოს, ცოტა უფრო მეტი იყოს, ეს კარგად ვერ ითვლის და რა ვიცი, სანდობის კუთხით ძალიან მაგარი პრეცედენტი მოხდა, თუმცა საერთოდ რომ ვერ გაეტეხათ, ეგ უფრო კარგი იქნებოდა. რა ვიცი, იმედია რომ ამ ვიდეოთი ისიამოვნებთ, იმიტომ რომ happy end-ი მოხდა და კარგად დასრულდა. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. იმედია ასეთში აღარ.